ჩემი აზრით მარნაულში ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს ინფორმაციის არარსებობა, ანუ არ არის იმდენად მჭიდრო კოორდინაცია დაუშვათ იგივე მოქალაქეების არ არიან მოქალაქეები ჩართული აქტიურად საზოგადოების ცხოვრებაში და მოქალაქეები არიან ჩემი აზრით უფრო განყენებულები იმ ყველაფრისგან რაც ხდება დაუშვათ თვითმმართველობისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც შეიძლება ითქვას, იგივე დაუშვათ ბიუჯეტის განხილვებში ჯერ კიდევ ანუ ის მხარე რომელიც უნდა იყოს დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობით არ თვლის საჭიროდ რომ მოქალაქეების აზრი არის მნიშვნელოვანი. არ არის დაუშვათ აი ლიტერატურული კაფე ან კულტურული თავშეყრის ადგილი ამ მხრივ, რა თქმა უნდა არის დიდი პრობლემა, პლუს ამას ის რომ არის ეთნიკურად მრავალფეროვანი მარნეულის მუნიციპალიტეტი და ამას ჭირდება უფრო სხვა მიდგომა, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფი დააინტერესო, როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი, ისე სომეხი, ამას უფრო ღრმა მიდგომა ჭირდება, არ უნდა იყოს ეს სხვა მუნიციპალიტეტის მაგალითი, არ გამოდგება დაუშვათ მარნეულის მაგალითზე. ჯერ კიდევ იგივე მარნეულის მუნიციპალიტეტში ვერ გავცდით დაუშვათ გადახურვის, გზების დაგების და ასეთ პრობლემებს. ჩემი აზრით უკეთესი დრო მოვიდა უკვე რომ გადავიდეთ განათლებაზე, კულტურაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და უფრო ღრმად ადამიანის განვითარებაზე ვიზრუნოთ და არა მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, თუმცა ესეც არ არის ეს ეტაპიც ვერ დავძლიეთ ჯერ ჩვენ იგი მარნეულში ისე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში.